სწრაფი მომზადების სუპი. იცანით რა თქმა უნდა, ხო? ბრენდს არ დავასახელებ რა თქმა უნდა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური საკვები, რომელიც ჩვენს რეალობაში მოიპოვება. და გეტყვით რატომ არის უცნაური. სხვათა შორის მე თქვენსავით ფიქრობდი, რომ ეს იყო დამოუკიდებელი საკვები, სანამ ერთ-ერთი იაპონელი შეფმზარეულის ვიდეოს არ ვუყურე. უმეტესობას გონია, რომ ეს არის დამოუკიდებელი და ცალკე საჭმელი. ჭამენ ამას და რა თქმა უნდა რჩებიან მშივრები, იმიტომ რომ ეს არაფერს არ შეიცავს. რაღაცა გამომშრალი სუნელებისა და მწვანილების გარდა არაფერი არ მოყვება და შესაბამისად ნახშირწყლებითა და გამომშრალი მწვანილებით ვერავინ ვერაფერს ვერ მიიღებს, ხო? მაგრამ თურმე ეს სწრაფი მომზადების სუპი ყოფილა ბაზა. ანუ ამას უნდა დაამატო რაღაცეები და ამ შემთხვევაში ის გახდება შედარებით ნორმალური საკვები. ანუ მაგალითად დაამატებ დაჭრილ ცოცხალ მწვანილს, დაამატებ მოხარშულ კვერცხს, დაამატებ სოიოს соуს, რაღაცებს. შეიძლება ხორცის ნაჭრები, თევზის ნაჭრები, ინდივიდუალურია ყველაფერი, ეს იქნება როგორც ნახშირწყლები. დამიჯერეთ რომ არაფერი დიდი სხვაობა კალორიაში არ არის. ასე ვთქვათ, ჩვეულებრივ პურთან შედარებით და ასევე არავით არის სხვაობა არ არის შავ პურთან შედარებითაც, როგორც მოგვეხსენება. შავ პურსა და თეთრ პურს კალორიაში თითქმის ერთნაირი აქვს. განსხვავება არის მხოლოდ მათი მონელების სიჩქარეში და შესაბამისად თუ ასე მოამზადებთ აი ამ სწრაფი მომზადების სუპს, გარკვეულ პერიოდში ერთხელ შეიძლება გაგიწიოთ, ასე ვთქვათ, სადილის მაგივრობა. მაგრამ თუ გაწუხებთ წონა, თუ გინდათ რომ იყოთ ჯანსაღად, თუ გინდათ რომ თქვენმა კვებამ მოგიტანოთ ენერგია და არა უბრალოდ გაგაძღოთ, ასე ვთქვათ, მაშინ მსგავსი ტიპის საკვებს და მსგავს სწრაფი მომზადების საკვებს მოერიდეთ. გახსოვდეთ რომ საკვები რომელიც სწრაფად მზადდება, სწრაფადვე გადამუშავდება და შესაბამისად თქვენი ორგანიზმი დიდხანს და სტაბილურად ვერ იმუშავებს ამ საკვებზე. თუ გაინტერესებთ მსგავსი ვიდეოები, გამოიწერეთ ჩემი არხი და პერსონალური მენიუსთვის, იმისთვის რომ გყავდეთ თქვენი პერსონალური კვების კონსულტანტი, მომწერეთ პირადში. მოდი, ვილაპარაკოთ.